ჩვენ USAID-ის უპრეცედენტო პროგრამები განვახორციელებთ და უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტიციები ჩავდეთ იქ. ამ ქვეყანაში მანამდე USAID-ს არ ჰქონდა დიდი გავლენა. თუმცა უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში დაფინანსება მნიშვნელოვნად გავზარდეთ. ეს პრეზიდენტ სანდუსთან ერთად მოლდოვისთვის დემოკრატიული გამონათების მომენტი იყო. სანდუ კენედის სკოლის კურსდამთავრებული და ნამდვილი რეფორმატორია. თუმცა უკანასკნელ არჩევნებში მან ძლივს გაიმარჯვა. ახლა მე ძალიან ვღელავ მოლდოვას. გასაგებია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ თქვენ უკვე ჩადეთ ამ ქვეყანაში ინვესტიციები რუსულ გავლენებთან საბრძოლველად. დიახ, ზუსტად ასე მოვიქეცით. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ მოლდოვისთვის რესურსები. ზუსტი ციფრები არ მახსოვს, თუმცა ეგრეთ წოდებული უკრაინისთვის საჭირო დამატებითი ფონდები 10 მილიონობით დოლარს შეადგენდა და ის მოლდოვასაც მოიცავდა. ეს თანხები მოლდოვაში მომიტევეთ საბანკო ჟარგონის გამოყენებისთვის უფრო გრძელვადიანი ვალდებულებებით იგზავნებოდა, ვიდრე უკრაინაში. ეს ხომ ძალიან პატარა ქვეყანაა. თუმცა მოლდოვისთვის ყველა ეს დაფინანსების წყარო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეწყდა. მან ყველა ეს ინვესტიცია დახურა. თუმცა ხალხი არ საუბრობს დასავლეთის მხარდაჭერის ამგვარ ფორმებზე. ისინი ფიქრობენ იარაღზე და შესაძლოა ფიქრობდნენ ვიქტორია ნულანდსა და მის მიერ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჯარევაზეც. ხალხი არ საუბრობს ამ დახვეწილ ჩუმი მხარდაჭერის ფორმებზე. უკრაინა ტრამპის პოლიტიკურ რიტორიკაში ბოროტმოქმედად დარჩება. ეს მის ცნობიერებაში ასეა. შემდეგ კი მთელი ეს საუბრები სანქციების შესახებ აზრს დაკარგავს და ფუჭი აღმოჩნდება. მე მიხარია, რომ ინდოეთს ნავთობის შესყიდვის გამო ამერიკამ სანქციები დაუწესა. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ტრამპის მხრიდან. ეს ჩვენ ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც კი არ გაგვიკეთებია. ამ ნაბიჯით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ვეღარ შეძლებს დიდი რაოდენობით ნავთობის ყიდვას რუსეთისგან. ფიქრობ, ეს მოლდოვასთვის ბოლო შანსია. მე ამაზე ძალიან ვღელავ. ნეტავ ისევის ძალაუფლება გქონდეს და ისევ იმ პოსტებს ვიკავებდეთ, როგორც უწინ, რათა რაიმეს გაკეთება შეგვეძლოს. წარმოუდგენლად არასასიამოვნოა გესმოდეს განგაშის ზარი და გრძნობდე, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. თუმცა ამ კუთხით მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. ვიდრე ტრამპი მოლდოვის საქმეებში არ ერევა, ევროპა ამ ქვეყნისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.